შენ ხო იმ იდიოტებს არ ეკუთვნი, ხო ესეა? იცი იმ იდიოტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვაჭარბებთ, როცა ვამბობთ, რომ ისლამიზაცია ცდილობს ჩვენ საზოგადოებებში შემოიჭრას. რადგან როგორც ჩანს, თქვენგან კიდევ ბერი დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ დრამატიზებაა და ვერ უყურებს ისტორიას, ვერ უსმენს, რას ამბობენ ეს ადამიანები და ვერ ხელავს მათ გეგმებს დაპყრობისა და ხელში ჩაგდების შესახებ. მაგალითად, აი ეს ბიჭი ნამდვილი იდიოტია. მუსლიმებზე უდავოდ ასეა, ეს არასწორია. როდესაც შარიათის კანონზე ვსაუბრობთ, ისლამი თავის კანონებს არამუსლიმებს არ ახოებს თავს. არასწორია. ნამდვილად აიძულებს, ეს არასწორია. ნამდვილად აიძულებს. არა, ნამდვილად აიძულებს, რადგან ისლამი სისხლით გავრცელდა და ასევე როცა მუსლიმებმა მიწები დაიპყრეს, ხალხს ან მახვილის ძალით ისლამი უნდა მიეღოთ. თუ ისლამის მიღება არ სურდათ, უნდა გადაეხადათ ჯიზია. ეს ერთგვარი გადასახადია. თუ მუსლიმურ მიწაზე ცხოვრობდა მუსლიმი არ ხარ, ჯიზია უნდა გადაიხადო. ყოველი ქვეყანა, რომელიც ისლამისგან ან ზოგადად რელიგიისგან შორდება, პროგრესირებს. ისლამი ამისთვის გამოწვევა, რადგან ისლამი იმისთვის არსებობს, რომ მართოს. ისლამი პოლიტიკური რელიგიაა. ამიტომ ძალიან რთულია მისი გამოყოფა პოლიტიკისგან. ამ ქვეყანაში ბევრი თავისუფლება გაქვს. და ამის მიზეზი ის არის, რომ ისლამი არ არის შერეული თქვენს პოლიტიკასთან. დამიჯერე, ეს სასიამოვნო არ არის, ასე რომ ნუ მისცემთ ამას უფლებას თქვენთანაც მოხდეს. ამინ, ნუ მისცემთ ამას უფლებას თქვენთანაც მოხდეს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ამის უფლება. მაგრამ რატომღაც ხალხს გონია, რომ უნდა მისცეთ ამის უფლება, რადგან თითქოს ეს რეალური არ არის. ამაზე დიდი ხანია ვაფრთხილებ ხალხს. ბევრი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ამაზე აფრთხილებს სხვებს. ისლამი არ არის რელიგია. ისლამი არის მართლობა. ისლამი არის საზოგადოება. ისლამი არის ცივილიზაცია. უბრალოდ მოусმინეთ ლორა ლოგანს. ის ამ თემაზე ძალიან კარგად საუბრობს. დროა რომ შევწყვიტოთ ისლამის რელიგიად მოხსენიება. ეს არ არის რელიგია. შეგიძლიათ ნებისმიერ მუსლიმს კითხოთ. შეგიძლიათ ნებისმიერ ჯიჰადისტს კითხოთ. ისინი გეტყვიან, რომ ეს ცივილიზაციაა. ეს არის ცივილიზაცია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველა ასპექტს არეგულირებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამერიკაში, ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც ყურანის მიხედვით ვალდებულება აკისრია. გახსოვთ რა დაემართა ლორა ლოგანს? თუ არა, გადახედეთ ჩვენს ვიდეოს ამ თემაზე. შარიეთის კანონის დანერგვა მთელ მსოფლიოში. უნდა გაიგოთ, რომ სხვა შედეგი არ იქნება გარდა შარიათის კანონის ქვეშ ცხოვრებისა, თუ მუსლიმებს ამერიკაში შეუშვებთ. სხვა შედეგი არ არსებობს, რადგან მათი რელიგია ავალებს მათ მთელ მსოფლიოში შარიათის კანონი დანერგონ. მაგს ძალიან მაგარი და უფასო შესაძლებლობა თქვენთვის, თუ თქვენც ისე ნერვიულოთ ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც მე. თუ ჯერ კიდევ მას Google-სავით იყენებთ, უნდა იცოდეთ ეს. Claude chatbot-ი არ არის. ეს არის გზა, როგორაც ადამიანები ქმნიან ინტერნეტის მომავალს. მთელი კვირის საქმეს ავტომატიზებენ და ასრულებენ ისეთ პროექტებს, რომელთაც ადრე მთელი გუნდი სჭირდებოდა სულ რამდენიმე საათში. ვიცი, რომ მისი სწავლა ჩემს ცხოვრებას შეცვლის და შემიძლია ექსპერტი გავხდე ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, მაგრამ ეს მაშინებს. და ეს შიში აღარაფერს გვარგებს, არც შენ და არც მე. ამიტომ უნდა იცოდე ამ Claude AI-ის დაუფლების workshop-ის შესახებ. სრული სიღრმისეული შესწავლა Claude-ზე, მის რეალურ გამოყენების შემთხვევებზე და 10-ზე მეტ სხვა AI ინსტრუმენტზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას ჩატარდება დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე EST დროით. და ისინი იმდენად გულუხვები იყვნენ, რომ ჩემი აუდიტორიისთვის ეს უფასოდ გახადეს, რაც ძალიან გვიყვარს. ასე რომ გადადი ბიოში მითითებულ მულზე და დარეგისტრირდი. სოფიოში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა და Trustpilot-ზე მიანიჭა 4.9/5-დან. მხოლოდ 2 დღეში თქვენ ჩაატარებთ ღრმა კვლევას Claude-თან ერთად. შექმნით თქვენ საკუთარ არტიფაქტებსა და დაფებს, მოამზადებთ სრულ პრეზენტაციებს, დააყენებთ კონექტორებს მუსსაწყენი საქმეების ავტომატიზაციისთვის, მაგალითად მთელი თქვენი სამსახურის ძიების პროცესისთვის და პრაქტიკულად იმუშავებთ Claude-თან. დაწეთ კოდს, შეკრით მორგებულ აგენტებს, გენერირებთ ვიზუალებსა და ვიდეოებს ხელოვნური ნური ინტელექტის დახმარებით და შეძლებთ მთელი თქვენი კვირა ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანოთ. ასევე არის უფასო ბონუსები, მაგალითად 50 საიდუმლო კოდის კომბინაცია, რომლებიც ღმერთის დონის ინსტრუმენტად იქცევა. სრული ხელოვნური ინტელექტის პრომპტების ბიბლიოთეკა და პერსონალიზებული AI ინსტრუმენტების შემქმნელი. თქვენ გაწვრთნია ლიდერები Microsoft-იდან, Google-იდან, Amazon-იდან და Nvidia-დან. ის, რასაც 2 დღეში ისწავლით, შეცვლის თქვენს მომავალ 2 წელს და სამუდამოდ, ასე რომ დარეგისტრირდით ახლავე, სანამ ინსტრუმენტების ნაკრები არ ამოიწურება. ბუმული აღწერაშია. დაასკანერეთ QR კოდი და შევუერთდით WhatsApp-ის საზოგადოებას, სანამ ადგილები არ დაიხურება. ეს სიმართლეა და სხვათა შორის, თუ არ გსურთ მოусმინოთ ადამიანებს, რომლებიც ისლამისტებად არ გამოიყურებიან, რა თქმა უნდა, ის პირველი ბიჭი აშკარად ან დატოვა ისლამი, ან რაღაც კავშირი აქვს მასთან. მაგრამ თუ არ გჯერათ, ქერა ჟურნალისტის, რომელიც ამ შეშლილმა ადამიანებმა გააუპატიურეს, მაშინ რატო არ მოусმენთ, რას ამბობენ ეს კაცები საკუთარ თავზე? მაგალითად, ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ შევქმნით ჩვენი მანჩესტერის სათვალთვალო ჯგუფი 130-ზე მეტი გადამოწმებული წევრით. მაგრამ ამით არ ვაპირებთ გაჩერებას. ამჟამად ვიღებ SCA ლიცენზიას, რადგან ვქმნით უსაფრთხოების კომპანიას, რათა ჩვენ საზოგადოებაში ყველა იყოს დაცული.
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Regent Security Force from Blackburn-დან ჩამოვიდნენ სოლიდარობის გამოსახატად. ერთად ჩვენ შევცვლით მდგომარეობას, ჩვენ შევქმნით ჩვენი მანჩესტერის სათვალთვალო ჯგუფი. მოდით ნახოთ რას ამბობენ ჰამასის მეთაურები, როცა ამას წავიკითხავთ. ღმერთით გეფიცებით, თუ ებრაელებს დავდევთ. პალესტინიდან და წმინდა ტაძრიდან და ისინი არ დაგვნებდებიან. ისლამს. თუნდაც ისინი მსოფლიოს ბოლომდე წავიდნენ. სოფლიოს ბოლომდე წადი. ჩვენ დავედევნებით მათ და მოუკლავთ მათ. მოუწოდებთ მათ ისლამისკენ. ჩვენ მოუწოდებთ ყველა ქრისტიანს ისლამისკენ. რადგან ეს არის? მხოლოდ რელიგია, თანაგრძნობის. მე მანა უსი ავალან ვურჩევ ჩემს მებრძოლ ძმებს, გააგრძელონ ებრაელების მოკვა, სანამ არც ერთი არ დარჩება. სოფლიოსთვის. ჩვენ არ გვიყვარს ცხოვრება. ჩვენ შორდებით ამ სამყაროს. ჩვენ მშვიდობით დავშორდით ამ სამყაროს. და ჩვენ ავაშენოთ ჩვენი საიქია. კარგი. საკმარისად დამაჯერებელია. ანუ ეს ხალხი აშკარად ის ადამიანები არიან, ვინც შვიდობისკენ მიდიან, ხო იცი? მაგრამ თუ ტერორისტები ვერ დაგარწმუნებენ ამ ბიჭზე რა სიტყვი? თანასწორობა ყველა მისტერს შორის. არის ესეთი რამ ისლამში. არის თანასწორობა თუ რწმენა. თუ რასულაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთ ჰადისს დახედავთ, აბუ ჰურაირას არ მოცემით? სახირ მუსლიმი. ესე რომ ეხლა ჩვენ ნახეთ მუსლიმში წავიჯიხეთ აგომეტი სახირ მუსლიმისა და სახირ ბუხარის წინააღმდეგ. რასულაჰმა მათვა არ მიესალმოთ ებრაელებს და ქრისტიანებს მანამ, სანამ ისინი არ მოგესალმებიან თქვენ. და როცა რომელიმეს გზაზე შეხვდებით, აიძულეთ რომ ვიც მომხარეს გაიარონ. იმამ არ-მაჰარი მათ იგივე თქვა. ცინაბილეში ომარ იბნ ალ-ხატაბი, ვისაც რასულაჰმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ თუ ჩემს შემდეგ კიდევ ერთი ნაბი იქნებოდა, ეს იქნებოდა ომარ იბნ ალ-ხატაბი. თავისივე ქართიაში, არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქართიაში. მის ქართიაში შამის ხალხთან, შამის ქრისტიანებთან, მის ქართიაში ეწერა რომ კაფირი და მუსლიმი არ უნდა ატარებდნენ ერთნაირ ტანსაცმელს. თუ მუსლიმი ეიდის დღეს რომ დამოვა და კაფირს ლამას ტანსაცმელში დაინახავს, კაფირმა თავში ტანსაცმელი უნდა დაიხადოს და მუსლიმებს მისცეს. კაფირმა როცა ქუჩაში დადეს, წითელი კამარი უნდა ეკეთოს გაზზე, შუბი უნდა კონდეს დაფასული და უნდა ეცვას ორი სხვადასხვა ფერსაცმელი. ორი ფერსაცმელი, რომლებიც ერთმანეთისგან დასწოვდება. მას არ აქვს უფლება იყოს და არ აქვს უფლება თვალთვალზე იაროს. მას უნდა იაროს გზის შუაში და უნდა იაროს ჯოზი ამხედებუნი. და ეს მხოლოდ ზდასრულებისთვისა, არა ბავშვებისთვის. და ხედავთ როგორ აიზულებს ისლამი ბავშვს ტახტეს მუსლიმი. კაფირი ან ბავშვი, რომელიც კუფრის მდგომარეობაში იზრდება, ის ისლამს მიიღებს. რატომ? იმიტომ რომ ბავშვი თავის მამასთან ერთად იulis. ის ამბობს: "მამა ხო? რატომ დავშუბი დაფასული? არის ეს მუსლიმები მაიზულებენ. რატომ მე იარო? რატომ შეგიძლია ცხოველზე დაჯდე? მუსლიმები ხომ ასე დაჯდებიან ცხოველზე? რატომ ზიხარ ვირზე ორივე ფეხი ერთ მხარეს ჩამოკიდებული? რატომ არის რომ ყოველ ჯერზე როცა მუსლიმი მოდის შენთან და თანსაცმელს ფხოს აძლევ? რატომ არის რომ როცა გეუნება, ჩამოდის ცხენი და უნდა დაუთმო? და ეს კიდე ყველაფერი არ არის. მან თუ არან კაფირებს შეუძლიათ კონდეთ თავიანთი ეკლესიები. შეუძლიათ კონდეთ თავიანთი ეკლესიები, მაგრამ ზარის რეკვა არ შეუძლიათ. და თუ მუსლიმი გაივლის გვერდით, თქვათ მაგალითად, მუსლიმი იყო ეჯოროუძე მაგალითად, ის ეწეოდა კაკ შიშას, ჭამდა კაკ სტეიქს, არა ჰაბაბაბა, ჩვენ ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ. და ის მიდის მოსოს ისმოს და ფიქოს. კაცო იცი, დღეს საღამოს არ მინდა ჩემი ზოგი დავაბრასო. რასაც შეგიძლია გააკეთო, ის მიდის ეკლესიაში, ატაყუნეს კარზე. ჯონ, შემომიშვი. კარგი, პრობლემა არ არის. ჯონმა უნდა შეიფაროს აბდულ გოფური ღამით. აბდულ გოფური თავისი დიდი მუცვით, გემრიელი ქაბაბით. ჯონმა უნდა გააღოს ეკლესია და აბდულ გოფური იქ უნდა წავიდეს. კარგად და კომფორტულად დაიძინოს და უთრას. კარგი ჯონ, მადლობა. და შემდეგ დილით ადე გააგრძელოს გზა. რომელიც ცოლი ცხოვრე ჯონთან ასე პირობებში. რა სიცხური დაპატებია ჩემთვის, რომ ჯონთან ცხოვრობ და აბდულ გოფური ხოლმე პარასკევს გამითმოდის. და ასევე ჩვენ საწოლში ძიძინებს, რა თქმა უნდა. რადგან სუნდა სტუმრის მოლა. და სხვადასხვა თუ მუსლიმი ხარ, იატაძებე დაგაძინებ. აბა ნახდება რომ აბდულ გოფური ჯონის სახში მიდის. თუ ეს ყველაფერი შენთვის ნათელი არ არის? ეს ყველაფერი იმისთვისაა რომ დაგვამცირონ. რადგან ისინი ჩვენზე მოდიან. და მათ უნდათ რომ შეგვცვალონ, უნდათ რომ მოგვაქციონ და უნდათ რომ დაგვიბრონ. და ხალხო, გამოფხიზლით. დიდი მადლობა რომ მოусმინეთ ამ საკითხს.